გამარჯობა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. იმდენად მოულოდნელი იყო აი ამ საერთო მსჯელობის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია განათლების დაანონსებული რეფორმის ირგვლივ. ოღონდ მსჯელობა რაღაცა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, იმიტომ რომ ერთმანეთს საკუთარ აზრებს გუზიარებთ ისინი, ვისაც გვაქვს რაღაც შენიშვნები შემოთავაზებულ ვარიანტთან დაკავშირებით ბევრი თვალსაზრისით და რაღაცა არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამას ვინმე ისმენს. და რომ არავინ ისმენს, ამის ნათელი დასტური იყო დღევანდელი განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელიც პირდაპირ ასე მზასახით მოგვაწოდა განათლების მინისტრმა, რომელმაც გითხრა, რომ რექტორებთან მოთათბირებით მათ მიიღეს ორი ყველაზე დიდი უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება კეთილი მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ამ მიზნების მიღწევა სრულიად წარმოუდგენელია აი ასე მექანიკური გაერთიანების გზით. და იმის წინასწარი გათვლის გზით რა შედეგები შეიძლება ამ ყველაფერმა მოიტანოს. ვიცით ახლა ჩვენ მაგალითად კერძოდ როგორ მოხდება გაერთიანება. რას ნიშნავს? ესე იგი გაერთიანება რის? ყველა რესურსის თან გვეუბნებიან, რომ აკადემიური პერსონალის შემცირება არ ივარაუდება, რაღაცა საერთოდ ყოფილა ნახსენები ის 3+1 სქემა, რომელზეც აქამდე დიდი ნებათაღელვა იყო. იქ რაღაცა ახალი თანამდებობა თუ რა ვიცი პოზიცია გაჩნდა პროფესორის წამყვანი თუ რაღაც ამდაგვარი პროფესორი, რომელიც არ ვიცი რას გააკეთებს განსხვავებულს იმისაგან, რაც აქამდე აკეთებდა უნივერსიტეტის პროფესორი და იქ კიდევ რაღაცა მართველი თუ მმართველობითი ორგანოს შექმნა, რომელიც ამას ყველაფერს გადაწყვეტს. და ანუ ამის შემდეგ უნდა იფიქრონ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, თქვათ ეს რესურსების გაერთიანება რას ნიშნავს? ყველა პროფესორი ერთი უნივერსიტეტიდან, ყველა პროფესორი მეორე უნივერსიტეტიდან, სპეციალობებთან იმ ყბადაღებული ერთი ფაკულტეტი ერთი უნივერსიტეტის გათვალისწინებით. რა ვიცი, კიდევ ძალიან ბევრი საკითხი. მერე როგორ შეუთავსდება ეს ყველაფერი აკადემიურ თავისუფლებას, რომელიც უნივერსიტეტის და საუნივერსიტეტო ცხოვრების მთავარი პრინციპია, საყრდენია, ამოსავალი წერტილია. რაღაცა მეეჭვება, რომ თავსებადი იყოს, იმიტომ რომ თუ კი აკადემიური თავისუფლების დაცვაზე ფიქრი წინ უძღოდა ამ გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ რატომ არ ყოფილა ეს განხილული? მაგალითად, თუნდაც აკადემიური საბჭოების დონეზე, რომლებიც არ არის მრავალრიცხოვანი და არ არის არც მათი შეკრება და არც თუნდაც ამ ორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოების ერთმანეთთან დაკავშირება რაღაცა ესეთი რთულად მოსაგვარებელი საქმე, ხო? თუ კი ასეთი რამ მოხდა, მაშინ აკადემიურმა საბჭოებმა რატომ არ ჩათვალეს თავი ვალდებულად, რომ დანარჩენი პროფესურისთვის და არა მარტო პროფესურისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რა იგეგმებოდა. აი ეს ყველაფერი და კიდევ ძალიან ბევრი მომენტი, რომელზე დაწვრილებით საუბრისთვის ალბათ უკეთეს მომზადებაც არის საჭირო ჩემის მხრივ და მეტი დროც არის ამისთვის საჭირო. აი ეს ყველაფერი მიჩენს ეჭვს რაღაცა დადებითი შედეგების მიმართ, რომელიც თითქოს რაღაცა განზრახულია ამ გაერთიანებით. სიმართლე რომ გითხრათ, რა ეჭვებს აჩენს მაშინ, აი რა შეიძლება იყოს რეალურად გათვლა, როდესაც ყველასთვის ბუნდოვანია მათი ეს გადაწყვეტილებები და ზოგადად ცვლილებები და რეფორმები, რომელსაც გეგმავენ ან აანონსებენ განათლების რეფორმაში. სანამ ეჭვზე გეტყვით, მანამ პირველი შთაბეჭდილება მაშინაც, როცა პირველად დაანონსდა რეფორმა და ახლაც, იცით, ჩემზე პირადად როგორი შთაბეჭდილება დატოვა, ისეთ ყველაფერმა, რომ ეს არ არის მოფიქრებული და გააზრებული, არა მარტო გათვლილი, იმიტომ რომ არსებობს კვლევები უამრავი. კი გითხრეს რაღაც კვლევა ჩავატარეთო, მაგრამ სად, რა, როგორ, რომელი, ვინ მონაწილეობდა, რამდენად რეპრეზენტატიული იყო, არ ვიცით, წარმოდგენა არ აქვს. და აი რაღაცა ეს გადასვლა საკითხიდან საკითხზე, იქ თქვათ ბაკალავრიატის ხანგრძლივობის შემცირება, მაგისტრატურის ხანგრძლივობის, ოღონდ ზოგან შემცირება, ზოგან არა.
ორწლიანი მაგისტრატურის დატოვებაც და ერთწლიან მაგისტრატურაზე გადასვლაც ერთსა და იმავე პროგრამაზე. რა ვიცი, იმდენი უცნაური რა მოვისმინეთ, თან პირისპირ არავინ არ გველაპარაკება. ყველაფერ ამას ვისმენთ და ვიგებთ ძირითადად მედიიდან, მადლობა მედიას, ძირითადად მედიიდან და მე ვიწყებთ ამაზე მსჯელობას, ვცდილობთ ინფორმაციის მოპოვებას, უმეტესად წარუმატებლად. ახლა რაც შეეხება ეჭვს. იცით, თავარი ეჭვი მაინც არის ის, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა მიზნად ისახავდეს სახელმწიფოსადმი საუნივერსიტეტო ცხოვრების დაქვემდებარებას. უნივერსიტეტის დაქვემდებარებას ზოგადად, რომელიც იმის მიუხედავად რა სტატუსი აქვს, სახელმწიფო უნივერსიტეტია თუ კერძო უნივერსიტეტია, სულაც არ არის ის დაწესებულება, რომლის ფუნქციონირების პრინციპებს უნდა სასწრაფდეს სახელმწიფო. სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, რომელიც უნივერსიტეტმა მსჯელობის ასრთა ურთიერთგაცვლის და გამოცდილების და რესურსების გათვალისწინებით ხადია მხედველობაში უნდა მიიღოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა ასრულებდეს იდეოლოგიურ გაკვეთას. აი ეს არის რაღაც სულიად წარმოუდგენელი რამ, რომელიც გვეგონა, რომ თან მოვიდოვეთ და რაღაცა ახლა ძალიან მინდა რომ ეს კონტროლი ხომ უფრო მარტივად რომ ავხსნათ კონტროლი რეალურად მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო ქვია უნივერსიტეტებს სახელმწიფოს მხრიდან რაღაცა ტოტალური კონტროლი განხორციელდეს ასეთი ტიპის ჩარევებით ხომ ალბათ ამას გულისხმობთ. დიახ, ამას გულისხმობ, იმიტომ რომ არ ვიცი უბრალოდ მე არ მესმის რას ნიშნავს, საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ან კიდევ რომელიმე სხვა უნივერსიტეტის, რა ვიცით რომ კიდევ ვინმეს არ მიუერთება, ხომ? ამათი გაერთიანება. აი რა იგულისხმება კონკრეტულად გაერთიანება, ეს ხო არ არის რაღაცა უბრალოდ შეკრება ერთს მივუმატოთ ერთი, ან ერთი რომ ერთი მივუმატოთ ორია. აი ეგ არის საქმე და ჩვენ არ ვიცით ერთს რომ ერთს მივუმატებთ და ერთს ვიღებთ, აი ის რა შედეგს მოიტანს პირადად ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, ვისაც მოვასწარი და ვესაუბრე, სრულიად ბუნდოვანი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონ ნინო, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ნინო